არის ასეთი ქვეყანა, მას საქართველო ქვია. ფილმების სერიალის მიზანია საქართველოს სხვადასხვა მხარეთა და მუნიციპალიტეტთა პოტენციალის და რაც მთავარია ტურისტული სფეროს გამომზადება. ამჯერად სამეგრელოს რეგიონს, კერძოდ კი ხობის მუნიციპალიტეტს წარმოგიდგენთ. ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორია, რომელიც ანტიკური წყაროებით ცნობილი ოქრომრავალი კოლხეთის გულს წარმოადგენს, 677 კვადრატულ კილომეტრი ფართობითა და 40,000-ზე მეტი მოსახლეობით, საქართველოს შავი ზღვისპირეთის ცენტრალური ნაწილის გასწვრივ, კოლხეთის დაბლობზე, ზღვის დონიდან 25 მეტრის სიმაღლეზე, მდინარე ხობის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს და სუბტროპიკული და ნოტიო კლიმატით ხასიათდება. ეს ის რეგიონია, სადაც კოლხური კულტურის ჩასახვა და განვითარება ხდებოდა. აქ მოიაზრება უძველესი ურბანისტული ცენტრის, ფაზისის არსებობა. სწორედ აქ იყო აღმოსავლური და დასავლური კულტურების შეხვედრებისა და დიალოგის ადგილი. შუა საუკუნეების ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია მდინარისა და დასახლების სახელწოდება ხოფი. ტოპონიმი ხობი კი მე-20 საუკუნის წარმონაქმნი გახლავთ. მე-19 საუკუნის შუახანებიდან, როდესაც გაყვანილი იქნა სენაკის ზუგდიდის გზატკეცილი, აქ პირველი მოსახლეები ჩნდებიან. 1961 წელს იგი თავდაპირველად დაბად, 1991 წელს კი რაიონული დაქვემდებარების ქალაქად გამოცხადდა. მიუხედავად იმისა, რომ ხობის მუნიციპალიტეტი აგრარულ რაიონს წარმოადგენს და მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სოფლის მეურნეობითაა დაკავებული, არსებული ბუნებრივ-გეოგრაფიული, ეკონომიკური და კულტურული რესურსების გათვალისწინებით, აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა ტურიზმის განვითარებას ენიჭება. სწორედ ტურისტული რესურსის ამოქმედება და კულტურული ტურიზმის განვითარება მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის სადღეისო გამოწვევისა და ზრუნვის საგანიც. ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 300-ზე მეტი არქეოლოგიური, ისტორიული და ისტორიული ნიშნის მქონე ობიექტები არის ფიქსირებული. აქ წარმოებულმა არქეოლოგიურმა კვლევებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს, კერძოდ კი კოლხეთის ისტორიის შესწავლის საქმეში. კოლხური სამოსახლოები ხელოვნურ მიწაყრილ ბორცვებზე იყო განლაგებული. ისინი ტორფის და თიხის ქვეშ არიან დაძირულნი. ქვალონის ნაუხვამუზე, ჭალადიდში, თორსა დღვაბასა და ყულებში წარმოებული გათხრების შედეგებმა მსოფლიოს არქეოლოგთა ყურადღება მიიპყრო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ტურისტთათვის საინტერესო ძეგლებია დიხაგუძუბა, წმინდა კვირიკეს სახელობის ეკლესია ჩეოხვამუ, ყურყუმელიას ჯიხაციხე, მისარონფერდი, წმინდა სოფიოს ეკლესია სოფელ ხამისკურში, მაჩხომერისა და ჯეგეთას არქიტექტურული კომპლექსები. ურთის მთის ყველაზე მაღალ მწვერვალზე, ზღვის დონიდან 466 მეტრ სიმაღლეზე, ჯეგეთას არქიტექტურული კომპლექსი მდებარეობს. ამჟამად კომპლექსი წმინდა გიორგის სახელობის მცირე სამლოცველოსაგან, პალატებისა და გალავნის ნაშთებისაგან შედგება. როგორც ჩანს, მე-17 საუკუნეში 1614 წელს მომხდარ მიწისძვრამდე აქ დიდი ტაძარი ყოფილა და აქტიური საეკლესიო ცხოვრებაც ჩქეფდა. ნაგებობების ნაშთებზე ფრესკებისა და სხვა გამოსახულებების კვალი ახლაც კი შეიმჩნევა. წესისამებრ, ჯეგეთას სამლოცველოზე ასვლა მთელი წლის მანძილზე ყველასთვის იკრძალებოდა. შემთხვევით აქ მოხვედრილი ადამიანი არათუ ხის მოჭრას, აქედან ხმელი ტოტის საღებასაც კი ვერ ბედავდა. ეს ციხესიმაგრე კი სოფელ ძველ ხიბულაში, მდინარე ჭანისწყლის პირას ლამაზ გორაკზე მდებარეობს. ხუროთმოძღვრული კომპლექსი გალავნის, კოშკის, სასახლისა და სამლოცველოს ნაშთებისაგან შედგება. როგორც მე-16-მე-17 საუკუნის დროინდელი ქართული წყაროებით დასტურდება, ხიბულას ციხეს ერთგვარი სამხედრო საფორტიფიკაციო დანიშნულებით ციხეს სალაროდ იყენებდნენ და მტრის შემოსევებისას ახლო მდებარე ეკლესიების საგანძურს აქ ინახავდნენ. ამ ციხის შესახებ ისტორიული ცნობები ძალზე მწირია, თუმცა იგი სამეგრელოს თავდაცვითი სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა ყოფილიყო. მთის ძირს, ველსაზე და არს ხეთას ციხე. ასე მოიხსენიებს ვახუშტი ბატონიშვილი თავად ქორთოძეების, იგივე ქორთუების კუთვნილ ხეთის ციხესიმაგრეს. ძეგლი კლდოვან დედაქანზე კირქვითა და კირის ხსნარით აგებული სამი კოშკით გამაგრებულ ციხესიმაგრეს
და მოგვიანებით აშენებულ გალავანს წარმოადგენს, რომლებშიც ნიშები და სათოფურებია ჩაშენებული. ასევე მნიშვნელოვანი და ტურისტთათვის საინტერესო ძეგლია წმინდა სოფიოს ეკლესია. ეკლესია, კოშკი და გალავანი ამაღლებულ ადგილზე დგას და 1614 წლის მიწისძვრის დროს დანგრეული, ადრე იქ მდგარი და ბევრად უკეთესი ტაძრის ადგილას არიან აგებულნი. ეზოში ანტიკური და ადრექრისტიანული ხანის თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები და კრამიტის ნამტვრევები, მე-11 საუკუნეების ჩუქურთმებიანი ლოდებია მიმოფანტული. მიწისზედა ისტორიულ ძეგლთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხობის სამონასტრო ხუროთმოძღვრული კომპლექსი, რომელიც ნოჯიხევის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის, სამრეკლოს, სასახლის, გალავნისა და სხვა ნაგებობებისაგან შედგება. მეცნიერთა ვარაუდით ტაძრის შენება მე-7-მე-14 საუკუნეებში ხდებოდა და მისი აგების ზუსტი თარიღი უცნობია. ხალხური გადმოცემები მის აშენებას გუბაზ მეფის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფისა და ცოტნე დადიანის სახელებს უკავშირებენ. ჩუქურთმებითა და ფრესკებით შემკულ და დამშვენებულ ტაძარს საბოლოო არქიტექტურული სახე მე-13-მე-14 საუკუნეებში მიუღია და იგი ერთხანს დასავლეთ საქართველოს კათალიკოსთა რეზიდენციასაც წარმოადგენდა. მონასტერში სხვადასხვა დროს ღვთისმშობლის კვართი, წმინდა გიორგის ბარძავი, წმინდა მარინეს მკლავი, წმინდა კვირიკეს ხელის მტევანი და თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი იყო დასვენებული. დიდი გამოხმაურება მოყვა არქეოლოგების რევაზ და ნანა პაპუაშვილებისა და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის, კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით 2010 წელს ხობის მონასტერში ჩატარებული გათხრების შედეგად ძველ დადიანთა აკლდამის აღმოჩენას. ამ ფაქტით საბოლოოდ დადასტურდა, რომ ტაძარი ცოტნე დადიანისა და მისი შთამომავლების საძვალეს წარმოადგენს. ხობის მონასტრის ეზოში არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარების შედეგად ასევე გამოვლინდა ძველი წელთაღრიცხვით მე-7 საუკუნეების კოლხური ნამოსახლარები და ადრექრისტიანული ხანის ნაეკლესიარები. არქეოლოგი რევაზ პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ ხობის მონასტერი ცარიელ ადგილზე არ აშენებულა. ტაძრის აგებამდე მინიმუმ 1500 წლით ადრე აქ ცხოვრება დუღდა და თუ სხვადასხვა პერიოდში აქ სიწმინდეების განთავსებასაც გავითვალისწინებთ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იმ მთაზე, რომელზეც ხობის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს, ცხოვრება იწყება თითქმის 30 საუკუნის წინ და დღემდე გრძელდება. ვინაიდან ტრადიციულად აგრარული ხობის მუნიციპალიტეტის მთავარ რესურს მიწა წარმოადგენს, საძოვარი და სახნავი ფართობების ათვისების ხარჯზე მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი აქვს სოფლის მეურნეობით, მესაქონლეობითა და სიმინდის, თხილის, ჩაის, ციტრუსის, ეთერზეთოვანი და სხვა კულტურების მოყვანითაა დაკავებული. მუნიციპალიტეტის ტერიტორია ასევე მდიდარია სხვადასხვა საშენი მასალებითა და ტორფის მარაგით, სამკურნალო მნიშვნელობის თერმული და ბალნეოლოგიური წყლებით. სულ ახლახანს სოფელ ყულევთან, იქ სადაც მდინარე ხობის შავ ზღვას უერთდება, დიდი სანავსადგურო ტერმინალი ამოქმედდა. აქედან სხვადასხვა მიმართულებით ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება ხორციელდება. მოქმედებენ კერძო და სახელმწიფო ობიექტები, სოციალური მომსახურების სააგენტო, საჯარო და სამოქალაქო რეესტრი, ფუნქციონირებენ ჯანდაცვის, კულტურისა და განათლების ცენტრები. $2013 წელს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ხობში ახალი საეკლესიო კომპლექსი აკურთხა, რომლის აშენება წარმოშობით ხობელი გოდერძი ბუკიას თაოსნობით მოხდა. ტაძარს საფუძველი ჩაეყარა 2006 წელს და იკურთხა 2013 წლის 28 მაისს. ტაძარი არის ღვთისმშობლის ტაძრად მიყარდების სახელობის. ეს წინაშე არის კიევის კირილო-პეჩოვის ლავრიდან
83 წმინდა მამის უსნელი ნაწილები, რომლებიც ჩამბრძანებული არის ამ სანაწილეებში და რომელიც გასული წლის მარიამობას მოგზაურდა ჩვენს ტაძარში და დავანებული არის ჩვენს ტაძარში მოდმევი მფლობელობაში. ეს არის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც გადმოეცა ტაძარს საჩუქრად უწმინდესი ლეონიდარესის მიერ 1 წლის იუბილეს აღსანიშნავად. გოდერძი ბუკიას სახელს უკავშირდება ხობში მეგრული ხალხური სიმღერების საერთაშორისო ფესტივალის დაარსებაც, რომელიც 2 წელიწადში ერთხელ იმართება და მასში არაერთი ცნობილი შემსრულებელი იღებს მონაწილეობას. ყოველი წლის 12 აგვისტოს წმინდა თავდადებულისა და აღფსარებლის ცოტნე დადიანის ხსენების დღეს ტრადიციული საერო საეკლესიო დღესასწაული ცოტნეობა იმართება. თავდაპირველად ხობის მონასტერში წირვას აღავლენს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი. ეწყობა მეგრული სიმღერების ფესტივალი. იფინება ეთნოგრაფიული მასალები, ხალხური ყოფისა და რეწვის ნიმუშები, იმართება სპორტული თამაშობები. ეს მრავალფეროვანი მასობრივი სანახაობები კი სამომავლოდ შესაძლებელია ტურისტების პოზიტვის მიზნით იქნას გამოყენებული. სოფელ ხეთაში საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მდებარეობს. არქიტექტურული კომპლექსი ამფითეატრისაგან, შინმოუსწავლელთა სასახლისა და სამუზეუმო შენობისაგან შედგება. ხეთის მუზეუმში ბრინჯაოს ხანის, ადრეკოლხური და კოლხური ეპოქების, ადრეული და გვიანი შუა საუკუნეების ცხოვრებისა და ყოფის ამსახველი მრავალფეროვანი ექსპონატებია გამოფენილი. აქვეა თედო სახოგიას, იპოლიტე ვართაგავას, ალიო მირცხულავას, პიერ და ბადრი კობახიძეების და წარმოშობით ხობელი მრავალი სხვა მოღვაწის ცხოვრებისა და მოვაწეობის ამსახველი მასალებიც. წარმოშობით ხობელი გახლდათ ქართული ხალხური მუსიკის დიდი მოამაგე, სიმღერის პატრიარქად წოდებული ძუკუ ლოლუაც. ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ხობის მუნიციპალიტეტში კულტურული ტურიზმისათვის საჭირო სათანადო რესურსი არ არის. არადა ხობის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე საქმე პირიქითაა. ხობს კულტურული ტურიზმის მოყვარულთათვის ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია. მუნიციპალიტეტის ტერიტორია ხომ თვალწარმტაც და მრავალფეროვან ლანდშაფტთან ერთად მდიდარია როგორც ისტორიულ ხუროთ მოძღვრული, ასევე ბუნებრივი წარმოშობის ძეგლებით. ამ ტერიტორიაზეა კოლხეთის ეროვნული პარკის მნიშვნელოვანი ნაწილი, ჭაობიანი ტყეებით, კანიონებით, მღვიმეებითა და გამოქვაბულებით. პაპანწყვირესა და ნაზმახუს კარსტული ტბებითა და თერმული წყლებით. აქ გადის ზემოსვანეთისაკენ მიმავალი საავტომობილო ტრასა და ბოლოს და ბოლოს აქვეა შავი ზღვის სანაპირო. და რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, აქ ცხოვრობს ტრადიციების მიმდევარი, მდიდარი და მრავალფეროვანი თვითშემოქმედებითა და თვითმყოფადი ფოლკლორით, უნიკალური თავისებურებებითა და ზნეჩვეულებებით გამორჩეული და განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით სახელგანთქმული ხალხი.